We do a lot of trade with South Korea, as you know. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან სურს შეხვედრა. ტრამპმა ამის შესახებ 25 აგვისტოს სამხრეთ კორეის ახალ პრეზიდენტთან ალი ჯე მიონთან შეხვედრისას ისაუბრა. თავის მხრივ ლიმ ტრამპს მოუწოდა გააგრძელოს დახმარება კორეული მშვიდობის ძალის ხმევაში და ჩრდილოეთ კორეაში ტრამპ თაუერის აგების იდეაც შესთავაზა. გთხოვთ დაამყაროთ მშვიდობა და შეხვდეთ კიმ ჩენ ინს და ააშენოთ ტრამპ თაუერი ჩრდილოეთ კორეაში, რათა იქ გოლფი ვითამაშო. ასე რომ იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ მშვიდობის მყოფელის როლს, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს. დიდ მადლობას გიხდით. ჩემთვის პატივია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა ვთქვა, რომ როგორც გახსოვთ, მე და კიმ ჩენ ინს ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა და დღესაც გვაქვს. და როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მას არ ვიცნობდი. აუცილებლად ვისაუბრებთ. მას ჩემთან შეხვედრა სურდა. მას არ სურდა ბაიდენთან შეხვედრა, რადგან ბაიდენის მიმართ პატივისცემა არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას და ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ. ლისთან შეხვედრამდე ორშაბათს ტრამპმა სოციალურ მედიაში დაიმუქრა, რომ სეულთან საქმიან ურთიერთობა შეწყვეტა იმ რევოლუციური პროცესების გამო, რომელიც მისი თქმით ქვეყანაში მიმდინარეობდა. საქმე ეხება გასულ წელს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, რასაც პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ლიდერებს შორის დაძაბულობა მალევე გაქრა. ეს კი მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის ლიდერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეაქო.